რეჟიმის მოპოვება იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით უნივერსიტეტებისთვის. ძალიან ბევრ პროექტში მონაწილეობდნენ სტუდენტები, პროფესორები და არ იყვნენ შეზღუდული ვადებით, რაც ზოგადად ჭირდება ხოლმე ვიზის მიღებას და არ იყვნენ ხოლმე შეზღუდული მთელი ამ ფორმალური პროცედურებით, ხო? იმიტომ რომ როდესაც მონაწილეს ირჩევენ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ მას ექნება თუ არა ჩამოსვლის შესაძლებლობა და როცა ეს შესაძლებლობა არის სათუო, ამ შემთხვევაში ცდილობენ ხოლმე არ შეარჩიონ ასეთი მონაწილე. და რა თქმა უნდა, ამის დაკარგვა აი ამ ყველაფერს ძალიან შეცვლის და ძალიან მძიმე იქნება პირველ რიგში აკადემიური სფეროსთვის უვიზო მიმოსვლის დაკარგვა. და გარდა ამისა, უამრავი ადამიანი ჩადის და მკურნალობს, იმიტომ რომ იგივე საფრანგეთის შემთხვევაში, გერმანიის შემთხვევაში ბევრი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმან გადაარჩინა, განსაკუთრებით ბავშვები, რომ შოვლებმა მოახერხეს და წაიყვანეს და ამ ქვეყნებში უმკურნალეს. ესეც არის ძალიან მძიმე პრობლემა, რომელიც საქართველოს დააწვება. და ამასთან სტუდენტური საზაფხულო სამუშაოები, ის რომ ბევრი არის დასაქმებული ეგრეთ წოდებულ მომვლელებად ან ცოტა მძიმე სამუშაოებზე, მაგრამ შეეძლოთ ჩასვლა, ჩამოსვლა, მათ ახლობლებს შეეძლოთ ჩასვლა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთვის და ამის დაკარგვაც იქნება ძალიან სავალალო. მაგრამ ეს ყველაფერი არის მაინც პრაქტიკული მხარე და სინამდვილეში უვიზო მიმოსვლა იყო ჩვენი ერთი ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ, ანუ ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის უკეთესი განვითარებისკენ და ამის დაკარგვა ნიშნავს, რომ ჩვენ დაახლოებით 10-15 წლით უკან ვიხევთ და ეს არის ჩემი აზრით ყველაზე დიდი უბედურება საქართველოსთვის.